საღამო მშვიდობის ეს ღამის ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. გაზრდილი ტარიფი ელექტროენერგიაზე და ვითარება ენერგოსექტორში. გაზრდილი ტარიფი ერთდროულად ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე მოქმედებს. ერთის მხრივ ის გავლენას ახდენს ინფლაციაზე და ფასების საერთო დონეზე. კალთენ თაგარტის მიმოხილვის მიხედვით ტარიფის ზრდა ინფლაციის დონეს 0.7% პუნქტით გაზრდის, ხოლო მეორეს მხრივ ენერგოსექტორის ფუნქციონირება და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად განიხილება ტარიფის ზრდა. Am ფონზე ჩდება კითხვა, რა ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს ტარიფს და არის თუ არა მისი ზრდა ენერგოსისტემის გამართულად მუშაობის აუცილებელი პირობა. ან სად არის მთავარი ბალანსი ეკონომიკურ სტაბილურობასა და სექტორის მდგრად განვითარებას შორის. რა როლს თამაშობს ტარიფის ზრდაში ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა ვერც ერთი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თუნდაც დაწყება. მარეგულირებელი კომისიის წევრის განმარტებით, რომელიც მან ბიზნეს პარტნიორის დღის ეთერში სტუმრობისას გააკეთა, ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ეს ზრდა განაპირობებს კიდეც, რომ დამატებითი ელექტროენერგიის შესყიდვა აუცილებელი ხდება. ამ ზრდის ფონზე აუცილებელია იაფიანი ელექტროენერგია იყოს ხელმისაწვდომი, რაც არ არის იმოდენობით, რომ უზრუნველყოთ გაზრდილი მოთხოვნის ისე დაბალანსება, რომ ტარიფი არ გაიზარდოს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება ძვირდება. კალთან თაგარტის შეფასებითვე გაზრდილი საინვესტიციო ხარჯები ხელშეუწყობს ინფრასტრუქტურის განახლებას და ავარიული გათიშვების შემცირებას, განსაკუთრებით რეგიონებში. გადამცემი ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციამ კი შესაძლოა მცირე სადგურების ქსელთან დაერთების ხარჯით შეამციროს. საქართველოს ენერგოსექტორის დღევანდელობაზე, სისტემის დღევანდელობაზე უფრო ზუსტად და პერსპექტივაზე ვისაუბრებთ სწორედ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმრები კი იქნებიან მაია მელიქიძე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჰელიოს ენერგიის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია, გიორგი მირცხულავა, ბემონის მმართველი პარტნიორი და მცირე და საშუალო ხესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ალბათ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ თემას ვეხებით დღევანდელ გადაცემაში, თემას, რომელიც ძალიან რომელიც ტკივნეულად არის აღქმული მისი სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით, ტარიფის ზრდა არავისთვის სასიამოვნო არ არის და არ შეიძლება იყოს. თუმცა ამას აქვს მეორე მხარე და მარეგულირებელი კომისია აი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ ამ მეორე მხარესაც უთითებდა. მე მოვიყვანე კალთენ თაგარტის შეფასება, რომელიც მიუთითებს ორივე ნაწილზე, ერთის მხრივ ფასების მატებას თუნდაც 0.7% პუნქტით სავარაუდოდ გამოიწვევს ეს ტარიფის ზრდა და იმავდროულად ეს ზრდა არის მნიშვნელოვანი ენერგოსექტორისთვის. მე ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც ასე ენერგოსექტორთან შემხევლობა მხოლოდ მაქვს თქვენთან რესპონდენტების დონეზე, მაგრამ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ გადამხდელი, მათ შორის ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდი ყოველთვიურად და მაქვს ძალიან ლოგიკური კითხვა. შეიძლებოდა თუ არა ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება? ერთი და რამდენად არის ეს გადაწყვეტილება იმის განმაპირობებელი, რომ მათ შორის გამართულად იფუნქციონიროს სისტემა. სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე აუცილებლად ვრცლად ვისაუბრებთ, რა მდგომარეობაა დღევანდელ ენერგოსექტორში, არა მხოლოდ ტარიფების ნაწილზე, მაგრამ რადგან ტარიფია ამ კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, სწორედ ამით დავიწყებ ჩვენ საუბარს. ქალბატონ მაია, შეიძლებოდა თუ არა ამ გადაწყვეტილების არ მიღება და შეიძლებოდა თუ არა რომ ტარიფი არ გაზრდილიყო? მოგესალმებით ქალბატონო მაია, მივესალმებით ჩემს კოლეგებს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. პირდაპირ ვიტყვი იმას, რომ არა. ამ გადაწყვეტილების თავიდან აცილება წარმოუდგენელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კერძო სექტორი ჩვენ ძალიან დიდი ხანია პროგნოზირებთ, რომ ტარიფი გაიზრდება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვიყავი სემეკის წევრი წლების წინ, ცალსახად იყო საუბარი იმაზე, რომ გადამცემი ქსელები იყოს რთულ ვითარებაში. რაც უფრო დრო გადიოდა, ბუნებრივია ჩვენ წავაწყდით უკვე მიმდინარე წლის იანვრის თვეში, პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ საქართველო კინაღამ ჩაქრა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ნამდვილად ჩაიდინა გმირობის ტოლფასის აქციელი იმისათვის, რომ არ მომხდარიყო მთელი საქართველოს ჩაქრობა. ამიტომ რეალურად უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ დაახლოებით დეკემბრის ბოლოს უნდა მომხდარიყო წინა წლის სწორედაც ამ ტარიფთან დაკავშირებით მსჯელობა, თუმცა 3 თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდა ის საუბრები, დისკუსიები და განხილვები, სწორედაც რომ ინვესტიციებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა სემეკი იმ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ტარიფის დათვლაზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან ითვლება ტარიფი ამ ქვეყანაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, თქვენ აღნიშნეთ ის, რომ შეიძლებოდა თუ არა. და მე პირდაპირ გიპასუხეთ, რომ არა. ვიყოთ ენერგეტიკის სექტორის უშუალო მონაწილე. მაინც იგივე აზრზე იქნებოდით? ცალსახად კი.
ცალსახად კი უმბრალო მიზეზის გამო რომ ყველას აქვს ასე თუ ისე დაჩა ან ყავს ახლობელი მეზობელი ნათესავი რაიონში და მე ერთ ადამიანსაც კი ვერ დავასახელებ რომელიც არ ამბობდეს იმას რომ ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ზამთარში არის ძალიან დიდი სირთულეები არის ქარი ქრება ელექტროენერგია ვთქვათ მოიმატებს ტემპერატურა ზაფხულში იგივე მდგომარეობა და შესაბამისად ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე ან უნდა გადავიდეთ გრაფიკზე და არ მგონია რომ ეს ვინმესთვის მისაღები იყოს ან მეორე არის ელვისის სწრაფით უნდა განვავითაროთ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები როგორც ჰიდრო ისევე მზე ასევე ქარი აუცილებლად ან ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ამ სამ შორის არის ის რომ მაქსიმალურად გავზარდოთ იმპორტ-დამოკიდებულება და წელს იანვრის თვეში ჩვენ ყოველთვის ვიყავით ასე ვთქვათ საექსპორტო თუ რა არ ვიცი როგორ დავარქვა უკვე ბაზარი იმისათვის რომ ელექტროენერგია გაგვეყიდა თურქეთში და ახლა თურქეთმა გაყიდა ელექტროენერგია საქართველოში და წელს იმპორტი განვახორციელეთ თურქეთიდან და რამდენად დიდი წილი ჰქონდა აი ამ იმპორტს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი იყო რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადავიხადეთ ამ ზუსტადაც იმპორტში და საბოლოო ჯამში იმპორტს უზრდით არა მარტო თურქეთიდან და პირველად მოხდა ეს არამედ რუსეთიდან აზერბაიჯანიდან ჩვენ თბო ელექტროსადგურები გვაქვს და რეალურად გაზის იმპორტს ვახორციელებთ და თბო ელექტროსადგურები ბუნებრივია მუშაობს იმპორტირებულ გაზზე ყველას მინდა რომ გქონდეთ საშუალება მოსაცრების გამოთქვის ბატონო გიორგი შეიძლებოდა თუ არა მე ამ შემთხვევაში არა ენერგეტიკოსი საქართველოს ერთი მოქალაქე მაინტერესებს და მინდა რომ მოვისმინოთ დღეს ყველა ის არგუმენტი რომელიც აი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ მუშაობს ამ პირიქით საწინააღმდეგოდ აი მივესალმები კოლეგებს მივესალმები თქვენს მაყურებელს არაჩვეულებრივად ახსნა მაიკომ ეს ყველაფერი დუბლირება რო არ გამომივიდეს და იგივე რო არ ვისაუბრო თქვენ როგორც არაენერგეტიკოს ცოტა შევეცდები სხვანაირად აღიხსნათ აი წარმოიდგინეთ არა მხოლოდ მე საქართველოს მოქალაქეებს რომლებიც ხალხურებენ ამ შემთხვევაში თქვენ და მაყურებელს აი წარმოიდგინეთ მე თქვენ აი ეს ჭიქით წყალი უნდა მოგიტანოთ ვარ ოპერატორი და თქვენ ამ წყლით სარგებლობთ და მე მიხდით პირობითად ვთქვათ 1 ლარს ხო ეს წყალი რომელიც ამ ჭიქაში ასხია ხო ამ ჭურჭელში ხო მე უნდა შევიძინო და ამაში უნდა ჩავასხა ისე უნდა მოგიტანოთ ხო ეს წყალი რამოდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს ერთ ადგილზე არ ყიდულობ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი არის ენგურის დენი ანუ ენგურის წყალი ხო რომელიც გაძვირდა 2 თეთრიდან გახდა 4 თეთრი და ეს ლოგიკური არის რატო გაძვირდა იმიტომ რომ 60 წლის სადგური გარემონტ და იქნა სესხები აღებული, საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა და ამ თანხებს ამოღება უნდა, ამ ვალს გადახდა უნდა, სახში რაღაცა რომ დაგიძველდებათ, ცვლით, არემონტებთ, ხო? შესაბამისად, გარემონტდა უფრო ეფექტური გახდა, უფრო კარგად მუშაობს 60 წლის სადგური და შესაბამისად ტარიფი გაიზარდა. ანუ მე ერთი კომპონენტი გამიძვირდა, ესე იგი, ამ ჭურჭელში, ხო? მეორე მთავარი კომპონენტი ასევე არის ჩვენი მოხმარება, როდესაც იზრდება. ერთადერთი, ასე ვთქვათ, დამაბალანსებელი და ერთადერთი წყარო არის იმპორტი, რომ ჩვენ იმპორტული დენი შემოვიტანოთ, იმიტომ რომ მოხმარება ყოველწლიურად რო იზრდება, იმპორტის წილის არის გაზრდილი. შესაბამისად, გარდა ამ იმპორტის წილისა, რომელიც გაიზარდა, ხო, ხედავთ, გინდათ მარჟინო გავიხედოთ, გინდათ მარცხნივ, გინდათ ზევით და გინდათ ქვევით, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. ის საშუალოდ თუ ჯდებოდა 5 წლის წინ 4.6 ცენტი, დღეს არის 5.6 ცენტი, ხო? საშუალო იმპორტის ფასი. შესაბამისად, ამ ორ კომპონენტში უკვე ენგურის ტარიფი გამეზარდა, იმპორტი გამეზარდა, ჩავასხი აქ თქვენამდე რომ მოვიტანო ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჭიქარი, რითაც მომაქვს, აქვს ბზარები, გაზდის წყალი. ვერ მომაქვს ის რაოდენობა თქვენამდე. დაძველდა, მოძველდა ეს კომუნისტების დროს 60-70 წლის წინ აშენებული ქსელები და ამ ჭიქას ჭირდება განახლება. ახალი ჭიქა უნდა ვიყიდო. და ახალი ჭიქა რო ვიყიდო ყველაფერთან ერთად. იგივე ზომის კი არა, უფრო დიდი უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ მოხმარება რო გაიზარდა ქვეყანაში თქვენს წყალს ვსვავთ, გიორგის საწყლის დალევამა უნდა, თორნიკესაც, მაიასაც, თქვენს ოპერატორებსაც, შესაბამისად, ახალი ჭიქა უნდა მოვიტანო, უფრო დიდი და გაძლიერებული წყალი მაქვს შეგნით ჩასხმული და თქვენ რომ მითხრათ რომ იგივე ფასად მომყიდეო რა ფასადაც მაძლევდიო 1 ლარათო კი ბატონო ჩავთვლი რომ თქვენ ან რაღაცა პრობლემა გაქვთ და ყველაზე ხო არა დაასრულეთ და გეტყვით ხო და ამ ყველაფრის შემდეგ ფიზიკურად შეუძლებელია რომ ტარიფი იგივე დარჩეს და მე უყურებდი და ვკითხულობდი ახლა სემეგზე იყო რაღაც პრეტენზიები და
რაღაცებს საუბრობდნენ, ასე ვთქვათ და ჩვენ მარეგულირებელში თავმჯდომარე არის დავით ნარმანია და არა დავით კოპერფილდი, რა ქვია, ფოკუსნიკი, რომელსაც რაღაცა სასწაულები შეუძლია. ამიტომ არ ვიცი, ამას გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, იმიტომ რომ ელემენტარული არის 2x2 4 არის. ამაზე მარტივად არ ვიცი როგორ შეიძლება გიხსნა. მაგრამ აქ შემოდის მეორე ნაწილი, ბატონო გერგი, მაშინ ასე ვიკითხავ. შეიძლებოდა თუ არა, რომ თუნდაც ეს სისტემის გამართულობა ისეთი ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში და ერთბაშად არ დავდგარიყავით ამ პრობლემის წინაშე, რომელსაც ქალბატონი მაია საუბრობდა, რომ ზამთარში შეიძლებოდა უბრალოდ ჩამქრალიყავით ამ სხვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს წლები შეიძლებოდა თუ არა სისტემის გამართულობას მოხმარებოდა ისე რომ დაუშვათ ამ რეალობაში არ აღმოჩენილიყავით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩემ კოლეგებს და ძალიან ადვილი პასუხია, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა თუ ტარიფი გაიზრდებოდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაიზარდა ახლა. და შესაბამისად ეს ტარიფი მიცემდა სისტემას საშუალებას, რომ ეს თანხები გამოეყენებინა სისტემის, ასე ვთქვათ, მდგრადობის განვითარებისათვის. უბრალოდ ძალიან ხშირად მარეგულირებელ კომისიას სახელმწიფოს უწევს ერთგვარად სოციალური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც შეიძლება რაღაცა კუთხით მისასალმებელია, მაგრამ ჩემი აზრით რაღაცა ეტაპზე ის უფრო უარეს შედეგს გვაძლევს. ამიტომ, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ, ტარიფი უნდა გაზრდილიყო თუ არა, ძალიან ძნელია, იმიტომ ეხლა გვიყურებს თქვენი მოსახლეობა, თქვენი მაყურებელი და არავის არ სიამოვნებს, ზივართ აქ 4 ადამიანი, რომელიც ვამბობთ, რომ რა კარგია ტარიფი რო გაიზარდა. დაახლოებით აღქმა ესეთია. აბსოლუტურად ამას არ ვამბობთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ თქვენ გადაცემას უყურონ. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება რაიონებში, აი სწორედ ბრძანეს შეიძლება გათიშვები დაიწყოს და ფიზიკურად უკვე პრობლემები შეიქმნას, რომ გადაცემას ვერ უყურებენ. ხო არ გვაქვს ერთგვარი ის რეალობა, რომ თითქოს ვეუბნებით, რომ იცი რა, ანეს ზუსტად ეგ რეალობაა. მოდით ასეთი მძიმე არჩევანი გვაქვს. ასეთი მძიმე არჩევანია, იმიტომ რომ ძალიან კარგად შეეცადა გიორგი აეხსნა ამ წყლის მაგალითზე, ჭიქაც დამსხრეულია, წყალიც გაძვირდა, ეს ყველაფერი თქვენთან უნდა მოვიტანოთ. მაგალითისთვის მოვიტან და კიდე ერთ მაგალითს, რომ თავარი, ასე ვთქვათ, ძარღვი ქართული ენერგეტიკის არის სახელმწიფო ელექტროსისტემა. სახელმწიფო ელექტროსისტემას ქვესადგურები და ხაზები აქ საბჭოთა კავშირის არა ბოლო წლებში აშენებული, არამედ 70-იან, 80-იან წლებში. ჩვენ გვაქვს ქვესადგურები, სადაც ტრანსფორმატორები, რომ ესე ვთქვათ, შეიძლება ეს სიტყვა არაფერს არ ეუბნება, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, დანადგარები, რითაც ხდება ელექტროენერგიის A პუნქტიდან B პუნქტში მიტანა, იმ წლოვანების, რა წლოვანებისაც ტეკ პასპორტშიც კი უწერია, რომ ისინი აღარ უნდა მუშაობდნენ. და ამას ჭირდება ინვესტიციები, ჭირდება ახალი ხაზების დამატება და მეტიც აი ამას თქვენ შესავალში თქვით, დიდი ჰესები ახსენეთ პროექტები. იმ დიდ ჰესებს ვინც ეწინააღმდეგებოდა, აი მე დიდი სიამოვნებით მათ მეზობლებს ვთხოვ, რომ დაუსვან იმ ხალხს კითხვა, რატომ ხდება ეს ახლა? ეს არ ნიშნავს, რომ ტარიფი არ მოიმატებდა, მაგრამ მოიმატებდა უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ აი იმპორტი, რომელზეც ლაპარაკობდით, შეიძლება უფრო ნაკლები ყოფილიყო. როდესაც ჩვენ რაღაცა სიკეთეს ვებრძვით, იმიტომ რომ გონია რომ ამით რაღაცას ვიცავთ და ვაზიანებთ მე უფრო დიდ სიკეთეს, აი ეს უნდა შევაფასოთ. ანუ სახელმწიფოს მხრიდან ბატონ თორნიკე იყო ერთგვარი შეცდომა დაშვებული აი ამ წლების განმავლობაში, როდესაც თანდათანობით არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და გარკვეულწილად სწორედ აი ამ სოციალური ფაქტორებისგან გამომდინარე მოქმედებდა ასე და ერთბაშად დავდექით ამ რეალობის წინაშე, თუმცა ერთბაშად არ ვიცი რამდენად ბოლომდე სწორი ფორმულირებაა, რადგან დაახლოებით 3 წლის წინ 2-3 წლის წინ იყო სხვა ტარიფი და შემდგომ ამის შემცირება უზრუნველყოს და ეხლა მთლიანობაში მივიღეთ საბოლოოდ 5 თეთრიანი ზრდა. დიახ, სამწუხაროდ ეგრეა. დაახლოებით 8 წელია ვაკვირდები ამ პროცესს და მზის ენერგეტიკაში მოვაწეობ. ჩვენ მე რომ მოვედი ასე ვთქვათ ამ სექტორში, ელექტროენერგიის საფასური იყო 17 თეთრი. მაშინ და ყველა საუბრობდა იმაზე, ეს საფასური არარეალურია და უნდა გაზრდილიყო ეს საფასური. მაგრამ აი შეიძლება ხა ბევრს არ მოეწონოს და ავიც მე ჩემ თავზე ავიღებ ამის თქმას და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა მოვრჩეთ კომუნალური ტარიფებით პოლიტიკური ველზე სპეკულირებას რა. იმიტომ რომ ყოველი ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანია იწყება იმით, რომ ჩვენ გაგიაფებთ რაღაც წყლის გადასახადს, დენის გადასახადს და ამ შემდეგ ეს არის ტყუილი. პირდაპირ გეუბნებით და ამიტომ ვამბობ ამას, რომ 8 წელი ამას უყურებ. ის 17 თეთრი დაახლოებით 2 წელიწადში გახდა 31 თეთრი.
ანუ ჩვენ ქონდა 70%-იანი ზრდა. ის ხარჯზე გახდა. ანუ ზუსტად აი მოცემულობის და იმ არგუმენტაციის და იმ ასე ვთქვათ გარდაუვალი სიტუაციის გამო, რაზეც ჩვენმა კოლეგებმა ხა ისაუბრეს. ანუ გარდაუვალი მდგომარეობა ჩათვალეთ, რომ კოლაფსამდე იყო მისული სისტემა, ავიცი, რამდენიმე კომპანია პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ გავდივართ ქვეყნიდან, თუ ტარიფი არ გაიზრდება. ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ მომსახურებას უარს ვამბობთ, იმიტომ ჩვენ ვეღარ დავაფინანსებთ. და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თელასიც, ენერგოპროც, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ეს ორგანიზაციები ადამიანებს ასაქმებენ, ისინი ხელფას უხდიან და ამ ხელფას ჩვენ ამ გადასახადით ვაფინანსებთ. აქ არა მარტო ინფრასტრუქტურაზე არის საუბარი, ანუ მოვიკითხოთ რა ხელფასზე მუშაობს, ხო? ენერგოპროს რიგითი თანამშრომელი სადღაცას რეგიონში. ხო? ანუ მოგვეწონება თავად ამ კომპანიის პრობლემაც არის. არა, ესე რამდენად სწორად აქვს გადანაწილებული. ხო, ეს რა თქმა უნდა, კი, ამ ჩავყვეთ ამ ამბავსაც, მაგრამ ანუ შეიძლება არ მოგვეწონოს იმ ადამიანის ხელფასი, ხომ? და შეიძლება ძალიან დაბალ მიზერზე მუშაობენ. ანუ რო დაუბრუნდე ისევ იმ საკითხს. ანუ ჯერ გაიზარდა 70% ელექტროენერგიის საფასური. და ეს იყო პირდაპირ გეუბნებით შოკი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა მზის ენერგიის კომპანიები ამას პირდაპირ გძნობთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ასე ვთქვათ, მათი მაშველი რგოლივით რაღაც მოვირიგეთ როლი, რომ აი მოდი მზის ელექტროსადგურს დაგიყენებ და პირობითად გადასახადებს შეგიმცირებ ამითი და როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა, აი ჩვენი ტელეფონი არ ჩერდებოდა, ნუ ბუმი იყო, იმიტომ რომ აი მე ეს რა დაგვემართა, იმიტომ რომ არ მოველოდით და აი ასე შემდეგ. ეხაც იგივე ხდება? ეხაც იგივე ხდება. მინდა გითხრათ დღეს ქონა რთული დღე და დამერწმუნეთ რომ ერთი თვის თავზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვიან ვიგებთ ხოლმე ესეთ რაღაცებს. ამაზეც მინდა ვთქვა რომ სემექში მე ძალიან ბევრი ადამიანი დამაკალდა იმ განხილვაზე, კეთილინებოს და თუ უკმაყოფილოები არიან ამ მეთოდოლოგიით, იქ გამოცხადდნენ. პოლიტიკოსებსაც გვიძღვა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულთვის. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. კი, ძალიან ცოტანი იყვნენ. და მე ვისურვებდი რომ მეტი იყოს და მეტი იცოდნენ ამ დათვლის მეთოდოლოგიაზე. თუ არ მოსწონთ ეს დათვლის მეთოდოლოგია, ესეც დათვლის მეთოდოლოგია არის არითმეტიკა. ანუ სოფლიოში ყველაზე აპრობირებული, რა ვიცი, მიღებული მეთოდოლოგია არის, ხო? ანუ, რა ვიცი, ორჯერ ერთი არის 2, ის ვერ იქნება 1.5, 1 და 8 და ვერ იქნება თქვა 7. და თუ შეიძლება ბოლოს იმასაც ვიტყვი და დათვალო შედეგი ერთი იქნება. შეიძლება უარესიც. ხო, ანუ ბოლოს რო თქვათ, რო გადავიანგარიშოთ. ბოლო, აი რაც ვისაუბრე 8 წლის განმავლობაში, ყოველ წელს გვაქვს 5%-იანი ზრდა ელექტროენერგიის. რაც აი გარდაუვალი იყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მოხმარების? არა, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, რო გადავანაწილოთ. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში 5%-ით მომატებულიყო, ეს კიდევ არ არის იმხელა დარტყმა, როდესაც პირობითად ამატებს 70%-ით, ეხლა 15%-ით მოხდა მომატება და კიდევ შეიძლება მომავალში რაღაცა ასე 7%-ია შეხ სამოხმარებლო ტარიფი დაახლოებით. აი, მან ერთ ტექსტი იყო მნიშვნელოვანი, თუ დააკვირდით, თვითონ იყო ლაპარაკი საპირწონე ინვესტიციები რა ჩაიდება და აი იქ კიდე იყო ნათქვამი, რომ უფრო მეტია ჩასადები, მაგრამ ჩვენ თავხდებით, რომ ჩაიდოს აი ეს თქვათ რაოდენობა, მე მგონი ენერგოპროს შემთხვევაში იყო და თელაშის შემთხვევაში და ასე შემდეგ, ეს რაოდენობა, რომ არ მოხდეს უფრო მეტი ტარიფის ზრდა. მილიარდზე იყო ლაპარაკი. და მე ეს მოცულობა იყო შემცირებული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ლაპარაკია, რომ უფრო მეტია ჩასადები, აი თვითონ ეს წინადადება ამბობს, რომ ესე იგი საჭიროება არის ამის. ეს ხო არ არის თავისი ინიციატივით, ეხლა არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი და მოდით მე აი მილიარდს ჩავდებ და რაღაცა. მაგრამ ერთი აქ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილთან შემოვდივართ. რამდენად არის კი ეს გადაწყვეტილება იმის წინაპირობა, რომ აი იმ რეალურ გათიშვებს, რომელსაც ეხლა საუბრობ და რომლის წინაშეც დავდგებით, როგორც თქვენ ამბობთ, არ მივიღებდით. ერთი არ მივიღებთ აი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ეს ერთი როდესაც მე ეს საკითხი ვკითხე მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებს რომელიც დღის ეთერში ამ სტუდიაში იმყოფებოდა მან მითხრა რომ მოკლებადიან ანუ ეს ყოველს გვესმის რომ ენერგეტიკა არ არის დღეს ახლა ავდექი და მინდა ასე და იქნება ასე არ მაქვს ეს ილუზია ძალიან მეტნაკლებად მესმის ხო ყველაფერს რო თავი დავანებო თქვენ გესაუბრებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში ხო მაგრამ რეალობა გვაქვს საკმაოდ ისეთი როდის მივიღებ მაშინ იმ მოცემულობას რომ აი ეს ტარიფი თუნდაც უზრუნველყოფს რომ გათიშვები შემცირდება მათ შორის რეგიონებში. დედაქალაქი ამას შედარებით ესე მტკივნეულად არ გრძნობს. თუმცა როცა გქრება მაშინაც ძალიან დიდი აჟიოტაჟია ხოლმე სოციალურ მაგრამ განსაკუთრებით ამას გრძნობენ რეგიონები. აი ამ სიტუაციაში არის კი ეს გამოსავალი, ბოლომდე გამოსავალი ამას გულისხმობ. ქალბატონ მაია
მე როგორც სემეკის ყოფილი წევრი ცალსახად უნდა აღვნიშნო ჩემო ძვირფასო კოლეგებო, რომ ის დათვლის მეთოდოლოგია, რომლითაც სემეკი ხელმძღვანელობს, არის ნამდვილად კარგად ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით და 2014 წელს მოხდა ამისი მიღება. რეალურად ის ასახავს იმ რეალობას და პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც წინაშეც დგას ხოლმე სექტორი. ახლა რაც შეეხება თქვენს პასუხს. აბსოლუტურად სწორად აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმა, რომ არაერთი გამოწვევა იყო ამ ენერგეტიკის განვითარების გზაზე და ტარიფის ზრდა ნამდვილად იყო გარდაუვალი. აქ იყო საუბარი ნახეთ რაზე, რომ ყოველწლიურად ჩაიდება 200 მილიონი ლარი რეგიონებში სწორედაც რომ ქსელის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აქამდე ნახეთ როგორ ხდებოდა ხოლმე, ძირითადად იყო ხოლმე წერტილოვანი თვალსაზრისით წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ინფრასტრუქტურა უნდა გამოიცვალოს, აგერ ახსენეს ჩემმა მეგობრებმა აბსოლუტურად სწორად ის, რომ ეს არის კომუნისტური წყობის დროს აშენებული ქსელები და ის საჭიროებს რა თქმა უნდა გამოცვლას. 200 მილიონი ჩაიდება ყოველწლიურად შემდეგი 5 წლის განმავლობაში და სწორად აღნიშნა გიორგიმ, დამატებით ენერგოპრო ჩადებს 43 მილიონ ლარს დაახლოებით. ამ 5 წლის განმავლობაში, ანუ 240 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდება ამ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ სემეკი ნახეთ როგორ უყურებს ამ ყველაფერს. ასე ტარიფი დაადგინა და მიუშვა ეგრე არ ხდება ნამდვილად. მას აქვს მონიტორინგის ძალიან მაღალი სტანდარტი, მიცემული აი ეს ინვესტიცია, რომელიც იდება ტარიფში, ამისი მონიტორინგი ხდება, რამდენად ის რეგულირებადი კომპანია ასრულებს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. ამიტომ სემეკი ძალიან მკაცრად გააკონტროლებს ამ ყველაფერს და თუ დაინახა რომ ის აღებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება ვერ სრულდება სათანადოდ, შემდეგ ის გადახედავს რა თქმა უნდა ტარიფს და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ წლების წინ ტარიფმა დაიკლო 3 თეთრი და შემთხვევითი არ იყო. ის მიცემული ინვესტიცია ვერ განხორციელდა რა, სწორედაც რომ ამისი პასუხი იყო ეს ყველაფერი. რეალურად ენერგოპრო ყოველთვის ითხოვდა არა მილიარდ, არამედ წლების წინ 2 მილიარდ ლარსაც კი, მაგრამ სემეკს ჰქონდა შემხედრი პასუხი. ერთის მხრივ, ამხელა თანხის ჩადება ტარიფში ყოველ წარმოუდგენელია და მეორეს მხრივ, ჩვენ ხომ უნდა გავთვალოთ ისიც, რამდენად გვაქვს ამ ყველაფრის გამოცვლის რესურსი, მუშა ხელი, ამასთანავე უნდა მოხდეს შესყიდვა, ხო, იმ გადამცემი ქსელების, ასე ვთქვათ, დამაკავშირებელი ქსელების შესაბამისად იმ ტექნიკური ნაწილის, რომლის საფუძველზეც მე უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გადაცემა. რეალისტები უნდა ვიყოთ ჩვენ და არა ვთქვათ, რომ აი შემდეგი 4 წლის განმავლობაში მოვახდენ სასწაულს, მაგრამ თემა გახლავთ ის, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის სრულ გამოცვლასთან დაკავშირებით და არა წერტილოვნად უბრალოდ აი ამ აფეთქებების დახშობით. ამასთანავე სემეკი დროის რეალურ რეჟიმში, ანუ ონლაინ რეჟიმს რომ ვუწოდებთ ჩვენ, უყურებს გათიშვებს და კომპანიას აჯარიმებს თუ გათიშვები მინიმუმ და ზღვრები არსებობს, ცდება დასაშვებ ნორმებს. ეს დასაშვები ნორმები არის მინიმალური, ანუ ჩადებული ინვესტიცია ავტომატურად არის გარანტია იმისა, რომ ეს გათიშვები უნდა შემცირდეს. და ამ ყველაფრის მონიტორინგი ხდება ძალიან მკაცრად. ერთი ჩაგიჭრებით კოდის გიხდით, აი პასუხი რო გაეცეს 200 მილიონის ჩადება ყოველწლიურად არ ნიშნავს, რომ ხვალ თელ საქართველოში რაღაც პრობლემა მოიხსნება. ან თვითონ ეს ინვესტიციაც რო ჩაიდება, გრძელვადიანია, ანუ რაღაცა პროექტი დაიგეგმება, პირობითად ავიღოთ, თქვათ, გურიაში, სამეგრელოში, ასე შემდეგ, ხო? და იქ მოხდება გამოყოფა რაღაცა რეგიონის, სადაც უნდა მოხდეს ეს თანხის ჩადება, ათვისება და ისიც ალბათ ერთწლიანი, წლინახევრიანი პროექტები იქნება, შესყიდვებს რო თავი გავანებოთ, რომ იქ გამოსწორდეს ქვესადგურები, გამოსწორდეს თქვათ შიდა ქსელები, ამიტომ არ უნდა გვეგონოს რომ ყისიერი ეფექტი იქნება. რეალურ ეფექტს თქვათ გაუნჯობესებას ალბათ ყველა დავინახავთ 2 წლის თავზე, როცა პირველი ჩადებული 200 მილიონის სრულად ათვისების ეფექტს დავინახავთ ჩვენ და შემდეგ ეს მოყვება. ანუ ეს გრძელვადიანია და შესაძლოა უკვე მე-4, მე-5 წელს შვება იგრძნოს სისტემას, მაგრამ ეს თუ ეხლა არ განხორციელდა, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე სურათს განსაკუთრებით რეგიონებში და თბილისსაც ახალი, ასე ვთქვათ, უბნები ფაქტობრივად ემატება, იზრდება მოხმარება და იქ უკვე თელას მისაყვანი ყავს ახალი ქსელები და შესაბამისად იქაც იგივე პრობლემა იქნება. ის რომ თქვენ და აუცილებლად გააგრძელეთ მე საუბარი, ის რომ თქვენ არც ერთს არ გაქვთ დაუშვათ კითხვა სემეკთან. ეს განპირობებულია იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვათ სემეკი ამ საკითხს
მართლა საერთაშორისო სტანდარტებით მიუდგა და უდგება თუ ის რომ ამ სექტორში ხარ ჩართული და პირდაპირ მნიშვნელობით სემეკთან და მის ხელმძღვანელობასთან გაქვთ მუდმივი კომუნიკაცია და შემხემლება. ერთის და მეორეც ახლა ჩვენ ამ სფეროში ვართ და ძალიან კარგად ვიცით ეს ხელოვნურად დაჭერილი ტარიფი, რა ქვია, რომ ადრე თუ გვიან გაიზრდებოდა და ისიც გაგვიკვირდა რომ ესე გაიზარდა და კიდევ უფრო მეტით არა, იმიტომ რომ ეს ტარიფები რაც გაიზარდა ელექტროსისტემას არ ეხება და ელექტროსისტემას 10 წლიანი გეგმა აქვს შესასრულებელი და 10 წლიანი გეგმა რო შეასრულოს ელექტროსისტემასაც დამატებითი ხარჯები თანხები ჭირდება და ალბათ ეგეც გადახედილი იქნება ადრე თუ გვიან. ერთი რაღაცა მინდა დავამატო, ჩვენ აქ საუბრობთ გათიშვებზე და იმ არამდგრად ქსელებზე, რომელიც უნდა ასე ვთქვათ, გარემონტეს და განახლდეს, ხო? ჩვენ თუ გვინდა რომ გქონდეს სტაბილური ელექტროენერგიის ფასი, ჩვენი იმპორტი უნდა შევამციროთ მაქსიმუმ მინიმუმამდე, მაქსიმალურად და უნდა განვავითაროთ საკუთარ ქვეყანაში ჩვენი გენერაციები. ეს იქნება ჰიდრო, ეს იქნება მზე თუ ეს იქნება ქარი. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ჩვენი გენერაცია და გენერაცია რომ გავზარდოთ ზუსტად გვჭირდება ახალი ქსელები, იმიტომ რომ მიერთებას ყოველთვის საუბრობთ ამას, რომ ქსელის პრობლემები არის. მოძველებული ქსელები, ესე იგი, ისი თქვა მინდა ამ ინვესტიციით ერთი რომ მოსახლეობასთან მივა ხარისხიანი დენი და მეორე გენერაცია, რომელიც უნდა შეიქმნას, მოხდება ამისი მარტივად დაერთება და მარტივად ქსელში ინტეგრაცია, რომ იმპორტი დავწიოთ დაბლა და ქვეყანაში გქონდეს უკვე სტაბილური ელექტროენერგიის ფასი და არ ვიყოთ მერყევად, არ ვიყოთ აზერბაიჯანში რა ფასი იქნება, თურქეთში რა ფასი იქნება, ტრამპი ომს ან დაიწყებს თუ რა მოხდება. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ბატონო გიორგი, რომ რეალურად გენერაციის ობიექტების და ეს ჰესების ნაწილი მე შესავალ ნაწილში თუ გავამახვილე ამაზე ყურადღება იმ მარტივის გამო, რომ სემეკის წარმომადგენელმა საჯაროდას და ამ ეთერშიც თქვა, რომ აი ამ გადაწყვეტილების მიღების შემდგომაც და ამ ეთერშიც რომ რეალურად ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ჩვენ არ გვაქვს იაფი ელექტროენერგია. იაფი არ ვიცი რამდენი სწორი ფორმულირება, მაგრამ ჩვენი ვიტყოდ. ჩვენი რომელსაც მინიმუმ ტარიფის გაკონტროლების მექანიზმი გვექნება. მაგრამ აქ შემოდის ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილზე, ქალბატონო მაია მაგ იმ თემას, რომელსაც თქვენ ეკონომიკის მინისტრთან განიხილავთ, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები ამ ნაწილზე. მაგრამ რამდენად სწორი პოლიტიკა იყო ქვეყანაში ამ კუთხით ჩამოყალიბებული, ჩვენ ყველა ხვდებით, ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვიცი, რომ ჰესები განახლებადიც, არაგანახლებადიც, ყველაფერი ამ მიმართულებას ძალიან კარგად აღვიქვა, რომ ამ ყველაფრის საჭიროება არის, მაგრამ რამდენად სწორი კომუნიკაცია ვაწარმოეთ სახელმწიფომ კერძო სექტორმა ყველა მათ შორის მედიამაც რომ რეალურად ეს პრობლემა რა პრობლემის წინაშე დღეს ვდგავართ პრობლემა გვაქვს და ამ ადამიანებისთვის აგვეხსნა რომ აი ამ რეალობის წინაშე დავდგებოდით შესაძლოა ცალკეულ ეთერებში თვითონ თქვენგანი ხსნიდით მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს მაინც ვერ დავარწმუნეთ რომ რატომ არის მნიშვნელოვანი პირობითად ჰესის მშენებლობა რომ ეს არ ნიშნავს რომ ეკოლოგიური ნაწილი არ უნდა იყოს იქ დაცული ეს ცალსახა თემაა და აქ საერთოდ კითხვის ნიშანი არ უნდა შევდებოდეს მაგრამ ეს საკითხები მაინც ვერ უზრუნველყავით სად არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა სახელმწიფოს ბრალეულობა კერძო სექტორი თუ ვიცი რომ ეს თემა დღემდე მე სრულიად შეგნებულად თქვი მე ძალიან ბევრი წელია ბიზნეს ჟურნალისტიკაში ვარ და ალბათ არ მახსენდება შემთხვევა რომ აი ამ თემაზე არ ყოფილიყო ლაპარაკი და მუდმივად იგივე რეალობის წინაშე ვართ როდესაც გვინდა ჰესის მშენებლობა მოყავს ინვესტორი მე პირიქით მე უკვე პროცესი იწყება და მე აი ამ გაუთავებელ ისეთ რეალობაში ვართ როცა გამოსავალი თითქოს აღარ ჩანს იცით აი დიდ პროექტებზე რო არის ლაპარაკი, მე შემიძლია თქვა, რომ მე დავიბადე ხუდონის ეპოქაში, რომ აი პირველად როდესაც ენერგეტიკაზე გავიგე ლაპარაკი, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, მაშინაც იყო, რომ აი გავაჩერებთ ხუდონს, დაინგრევა საბჭოთა კავშირი, დაახლოებით ეგეთი ლოგიკა იყო მაშინ. და ეს გრძელდება წლიდან წლამდე ყველა მთავრობის დროს იყო მცდელობა, რომ ხუდონის და სხვა დიდი პროექტები აღდგენილიყო. ვინ არის დამნაშავე? ძალიან ადვილია თქვა, რომ მთავრობაა დამნაშავე, შეგვიძლია 3-4 მთავრობა ჩამოთვალოთ, ვის დროსაც იყო მცდელობები დიდი პროექტების დაწყების, ახლაც არის, მაგრამ მე გეტყვით, რომ მთლიანად ყველა ვართ დამნაშავე, დამნაშავეა ინვესტორი, დამნაშავეა მთავრობა, დამნაშავეა ადგილობრივი ხელისუფლება, დამნაშავეა მედია,
დავნაშავეა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ზოგიერთები მაგალითად რეგიონებში ადიოდნენ და მოსახლეობას ეუბნებოდნენ, თუ თქვენთან აშენდება და დამეთანხმებით. ეხლა ჰიდროელექტროსადგური მცირე ეს სიმსივნეს გააჩენს სოფელში. პირდაპირ ეუბნებოდნენ და პირდაპირ მავნებლობით იყვნენ დაკავებული. რა მიზნით, რისთვის ეგ მეორე საკითხია, არ არის ეს ჩვენი შესასწავლი, მაგრამ ამას ჩვენ ხვდებით თითოეულ პატარა პროექტზე, რომ ამოდის ხალხი და აბსოლუტურ სისულელეს ეუბნება. არა მხოლოდ სულხეზე, აბსოლუტურ სისულელეს, აი მავნებლობას ეუბნება ამ ხალხს, როდესაც აი გრედას ფანტასტიკური პროექტია მზად, რომელიც მისცემს თემს საშუალებას, რომ განვითარდეს, რომ სოფელს რომელსაც 5,000 ლარი აქვს ბიუჯეტი, უცებ 100,000 ლარი გაუჩნდება, მაგრამ ამოდის ხალხი ეუბნება, რომ აი სიმსივნეს და ბავშვებს დაგიღუპავენ. ისი რატო ჯერა და რატო ვერ მოვახერხეთ ყველა მე? აი მაგასთან მივდივარ, მე მაგიტომ გეუბნებით, აქ არის კომპლექსური პრობლემა ყველას, იმიტომ რომ მე მინახია მაგალითად მე სამშენებლო ნაწილში ვარ, ამოსული ინვესტორი, რომელიც რაღაცა უცხო ენათა ლექსიკონით ელაპარაკება სოფლის მოსახლეობას, რომ ეს დააბალანსებს და იქ რაღაცა აერარი ესეთია და არ შეიძლება ხო ვისაც მე რო ჩემ შულს ველაპარაკები, რომელიც არის 6 წლის, 9 წლის, ველაპარაკები იმ ენაზე, იმან რომ გაიგოს, ხო? მე თუ დავიწყებ სხვა ენაზე ლაპარაკს, არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ახლა მე მაგალითად რაიმე მიმართულებაზე რომ დამიწყოს ადამიანმა ლაპარაკი, რომელიც არ ვიცი, თუ იმ ტერმინოლოგიით დამიწყებს, ნაბა ვერ მიხდები. ამიტომ ყველა ვარ დამნაშავე, მაგრამ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა ყველასია. ხუდონი თუ აშენდება ის დიდ ეფექტს მიცემს საქართველოს. აი ენგური ახსენეს, ხუდონის აშენება ენგურს დამატებით წყალს აძლევს და დამატებით უფასო ელექტროენერგიას. ნამოხვანი თუ აშენდებოდა, უკვე დამთავრებული იქნებოდა ნამოხვანი დღეს და უკვე ჩვენ გვექნებოდა ელექტროენერგია. აი იმ კანონით, შემცირებული იმპორტი და აი იმ კანონით გრედამ, რომელიც ფაქტობრივად და ძალიან დიდი ძალისხმევით გატანილია, ის მოსახლეობა იმ ხელას სარგებელს მიიღებდა, რომ რეგიონში ყველაზე მდიდარი მოსახლეობა გაჩნდებოდა იქ. რეგიონში ყველაზე მდიდარი მოსახლეობა იქნებოდა და ეს ნიშნავს ბავშვების დაფინანსებას, ეს ნიშნავს ჯანდაცვას, ეს ნიშნავს ახალ სკოლას, ეს ნიშნავს საყვარელი ფეხბურთის გუნდის დაფინანსებასაც კი. იმ რეგიონებს ეს შესაძლებელია, აი ნამოხვანი რო აშენებულიყო. რაც გაკეთდა ნამოხვანს, ის თითოეული ჩვენთაგანის დანაშაულია. თითოეული, მე ამიტომ ვერ მივიტყვი, რომ აი მთავრობა, ინვესტორმაც არასწორად იმუშავა. მედიამ იმიტომ, რომ კარგი სიუჟეტები გაეკეთებინა, ჩადიოდა და რაღაცა იმ ადამიანებისგან, რომელიც გმირი ვერ უნდა იყოს, ვერანაირი გაგებით, ჩემი აზრით არ ვაყენებ არავის გმირი ვაქციეთ. მე აღმოჩნდა თურმე გმირი არ არის. მე პრობლემა, მე გვიქვის რატო იზრდება ტარიფი. შეცდომა არის ყველას. ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ. მედიას ძალიან დიდი როლი აქვს განათლებაში. ინვესტორებმა კეთილი ვინებოთ და მარტო იმას კი ნუ დავიწყებთ, როდესაც რაღაცა ხდება, ან სამშენებლო კომპანიებაც, თუნდაც რომელიც არა ვარ დეველოპერი, რომ აი მე ფურცელი მაქვს შენებლობის ნება, უნდა დავჯდეთ, აუხსნათ, ერთი დღე იქნება, ორი დღე იქნება, სამი დღე იქნება საჭირო და მათთვის გასაგებ ენაზე უთხრათ, რა სარგებელია ეს მათთვის, მათი თემისთვის და სამშობლოსათვის, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ეფექტზეა ლაპარაკი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჟინვალიც რო აშენდა, ენგურიც თავის დროზე რო აშენდა, ვის გარეშეც ენგურჰესი რო არ ყოფილიყო თავის დროზე რო აშენებო, სად ვიქნებოდი სხვა, იქაც მოხდა გადასახლება, იქაც მოხდა კომპენსაციის გადახდა და იქ თემი, რომელიც იქ ცხოვრობდა, გადავიდა სხვა ადგილას, მაგრამ ეს გადასახლებაც უნდა იყოს ისეთი, რომ ის ადამიანი უკეთეს ან მინიმუმ იგივე მდგომარეობაში გადავიდეს. უდობლობის ნაწილი შემოდის და ჯერებს ეს ადამიანი აი ამ გადაწყვეტილებას. მაგაზე არის სამუშაო, იმიტომ რომ უნდა ჩავხედოთ იმ ხალხს თვალებში, უნდა დაიდოს ხელშეკრულებები, უნდა იყოს გარანტიები და ეს გარანტიები უნდა იყოს კანონის დონეზე აყვანილი, რომ სხვანაირად შეუძლებელია. უნდობლობა ხო უნდა დავძლიოთ. თუ ჩვენ არ ვიმუშავეთ მოსახლეობასთან, ყველასთან, ვისაც არ ჯერა ამის, ვისაც მიაჩნია, რომ ეს ცუდი იქნება. ეხლა თქვენ ეკოლოგია ახსენეთ. მე კიდე ძალიან ისეთი განცხადებები, რომ საინჟინროდ ქართველებს როგორ უნდა აშენებდეს? ქართველების აშენებულია ენგურჰესი. ქართველების აშენებულია და ყველამ თავის პროფესიას მიხედოს და ქართველ ინჟინერს და მშენებლებს ისეთი რაღაცა აქვს აშენებული, რომელიც სოფლიოს 10 საუკეთესო ნაგებობაში შედის ჰიდროში და ამიტომ 10 საუკეთესო ნაგებობის მათ პროფესიაში რა აქვს გაკეთებული, მაგაზე შეგვიძლია ვილაპარაკო. ამიტომ ქართულ მშენებელს შეუძლია ბრწყინვალეთ ააშენოს, ბრწყინვალეთ შეაძლია ქართული საინჟინრო სკოლა ჰიდროს მიმართულებაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა და აქ იზრდებოდნენ პროფესორები, აკადემიკოსები, რომლებიც თელ საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ პროექტებს. ამიტომ ქართულ
ქართველსაც შეუძლია შედეგის დადევდა. რა თქმა უნდა, უცხოური ტექნოლოგიებიც უნდა გამოიყვანოთ, უცხოური კომპანიებიც უნდა დავიდოთ, მაგრამ მიდგომა რომ მე არ შემილია, ქართველი ვარ და ვერ ავაშენებ, აი ვინც ამას ამბობს, უკვე პრობლემა არის იმ ადამიანთან, მაგრამ დანაშაული იყო ყველასი, ჩემიც აქვინძივართ იმ ადამიანებს, რომ იმ ხალხს ვერ აუხსენით, რა სარგებელს მიცემდა მის ოჯახს, მის შვილს, მის შვილიშვილს და შვილთა შვილს. იმიტომ რომ მართლა აი იმ კანონი ზუსტად მაგას მიცემს, რომ თაობები იქნება ბედნიერი იმ პროექტები. კაბატონია, ეკონომიკის მინისტრთან ჰქონდათ შეხვედრა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეს საკითხიც. რამდენად ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ამ ნაწილში მზად, რომ ახლა მაინც იყოს სხვა მიდგომები და არ იყოს ცალსახად ან ასე ან ისე? ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა, წინა წელს დაიწყო ეს კომუნიკაცია და პრინციპში მივედით ძალიან მნიშვნელოვან შედეგამდე. მადლობა ბატონ გიორგის, რომ ახსენა ეს თემა. რეალურად ორ თვეში ჩვენ გვექნება ახალი კანონი, ამაში დარწმუნებული ვარ, ქალბატონი მარიამისგან ჩვენ გვაქვს ამისი პირობა და რეალურად ეს კანონი ნახავს დღის შუქს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ ავხსნით, თუ შეიძლება თქვენის ეთერით, ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდება, გადაიხდის ქონების გადასახადს. ისწავა ცენტრალურ ბიუჯეტში. შემდეგ უკლებლივ ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ექნება ვალდებულება იმისა, რომ კონკრეტული პროცენტი აუცილებლად მოახმაროს იმ სოფელს და იმ ადგილობრივი თემის განვითარებას, სადაც შენდება ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იცით რა არის, რომ მოსახლეობის წარმომადგენელი აუცილებლად იქნება ინიციატორი იმ მნიშვნელოვანი პროცესისა, რასაც ქვია კერძო და საჯარო, ასე ვთქვათ, ურთიერთობების კი ბატონო, და კონტროლის მექანიზმები თუ არის გათვალისწინებული აი ამ ნაწილში? რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმი თავად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ექნება აღებული უკვე საკრებულოს, რომელიც გაუწევს ამ ყველაფერს მონიტორინგს და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდება ისე, რომ ადგილობრივი თემი თავად გადაწყვეტს, როგორც ბატონმა გიორგიმ თქვა, სკოლა ეჭიროება, ბაღი იქნება ეს თუ კულტურული ღონისძიება თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სოციალური პროექტი ამას მოემსახურება. დიდარ სოფელს მივიღებთ, დიდარ თემს მივიღებთ. მე საბოლოო ჯამში ველოდები იმას, რომ ამ პროექტის ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენ ჩამოვყალიბდებით ისეთ ქვეყნად, როდესაც რეგიონები, რაიონები და სოფლები ერთმანეთს შეეჯიბრებიან, რომ აი ჩვენთან ააშენეთ ესა თუ ის ჰიდროელექტროსადგური და გავხდებით ერთხელ და სამუდამოდ თვითკმარი ქვეყანა რისი. კალტონმა მაგის მაგალითები არის იტალია, მაგალითები არის შვეიცარია, მეორე ავსტრია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა ეფექტი მიიღო აი ზუსტად იმ რეგიონებმა, სადაც ეს პროექტები გაკეთდა, ეს რაღაც ველოსიპედი არ გამოვიგონეთ და ის თემი გახდა ყველაზე მდიდარი თემი და აი იგივე ეფექტი იქნება. ბატონ თორნიკე, აი ამ რეალობაში ერთი მომხმარებლის გადმოსახედიდან ჩდება კიდევ ერთი კითხვა, რომ იქნებ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრია საუბარი ფასზე მაღალ მოგებაზე კერძო სექტორის. რადგან კერძო კომპანიებს წარმოადგენს, სწორედ ამის გათვალისწინებითაც ვკითხულობ. იქნებ თავად ამ კომპანიების მოგების მარჟა იმდენად მაღალი, იქნებ არასწორად არის დათვლილი, მათ შორის ხელფასი ახსენეთ მისივე თანამშრომლის. იქნებ ეს პრობლემები იმდენად დიდია, რომ რეალობაში მარტო ტარიფი არ იყო ამ შემთხვევაში განსაზღვრელი, რომ დაუშვათ რეალურად არ გვაქვს გამართული ენერგოსისტემა. აი, წეგანო საუბრობთ მაგის თქმა მინდოდა, რომ მე რას ვისურვებდი, როგორც ასე ვთქვათ, ამ სფეროს წარმომადგენელი, ეს ქალბატონმა მაიამ ბრძანა, რომ სემექს აქვს ამისი მონიტორინგის და ზედამხედველობის მექანიზმი, რომ აი ეს ინვესტიცია, რაზეც არის საუბარი, ისე შესრულდეს და ისე განხორციელდეს, რომ მართლა ის შედეგი მივიღოთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის კიდევ დამატებით ძალები გასაძლიერებელი. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ჩემი კომპანია დაახლოებით 500 მზის ელექტროსადგურს მართავს ყოველდღიურად და ჩვენ ხედავთ ჩვენ სისტემაში მეტის რესურსიც გაქვთ? არ ვიცი. ეს ჩვენი კომპანიის ამბავი, ქვეყნის მასშტაბით გეუბნები. ქვეყნის მასშტაბით რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა კიდე სხვა კომპანიებიც არიან, უბრალოდ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვახსენეს, ამ 500 სადგურიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10% არის გათიშული. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ძაბვა შეუწყდა ამ სადგურს. თლიანი საქართველოს მასშტაბით არის ეს სადგურები გაშლილი და ეს ერთი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენ ხშირად გონია ხოლმე, რომ კი ელექტროენერგია აქვს ვიღაცას, მაგრამ აქვს ძალიან ცუდი ხარისხის. ანუ ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ხანდახან არის დაბალი ძაბვა, ხანდახან არის მაღალი ძაბვა, ანუ უხარისხო სერვისი არის, ასე ვთქვათ რა. ასეთი კიდე დამატებით 10% არის ჩვენს, ასე ვთქვათ, სადგურებში, რომელსაც ყოველდღიურად უყურებთ და ამაზე რეაგირებებს ვაკეთებთ. ანუ აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ აქ კიდე დამატებითი ღონისძიებები არის გასატარებელი, რომ სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად. ეხლა თქვენ კითხვასთან რატომ არის ეს კავშირში? იმიტომ რომ ამ კომპანიებს განსაკუთრებით რეგიონებში აყლიათ პროფესიონალები.
იმიტომ ზოგადად საერთოდ ამ სექტორს პროფესიონალები უჭირს, ანუ თქვენ რო გახვიდეთ ესე და ვიღაცა კარგი ენერგეტიკი და ელექტრიკი, ასე ვთქვა და ელექტროინჟინერი იპოვოთ, ვერ პოულობთ, იმიტომ რომ მართლა ვინც კარგი იყო და თუ უცხო ენა იცოდა, ევროპაშია წასული. ჩემი სექტორიდან გამომდინარე გეუბნებით, ანუ ზის ენერგეტიკაში თუ ვიღაცა ენა იცის და პროექტის მენეჯმენტი შეუძლია, ევროპაში უკეთეს შემოსავალს პოულობ და ასე არის სხვა სფეროში. ამიტომ ჩვენ ოდესაც საუბრობთ თვითონ ამ კომპანიების ხარჯებზე, გამჭირვალეა ეს ყველაფერი. წეგან იმიტომ ვახსენე, რომ ჩავხედოთ რა აქვს იმ ელექტროინჟინერს ხელფასი, რომელიც მუშაობს სადღაცას რეგიონში და თქვენ მერე მიხვდებით ის ელექტროინჟინერი აი იმ ინვესტიციას რაზეც არის საუბარი, ხარისხიანად შეასრულებს თუ ვერ შეასრულებს. ამიტომაც თქვი წეგან, რომ ამ პროცესში აი ყველანი, ის ყველას გვეხება. ყველანი უნდა ვიყოთ ჩართულები. სემექსში მე მარტო 2 და 3 კაცი კი არ ჭირდება თან ისიც პოპულისტური განცხადებებით, რომ აი ცუდია ელექტროენერგიას ვაძვირებთ. ჭირდება საგნობრივი არგუმენტაცია, საგნობრივი დასაბუთება. პოლიტიკური სპექტრის მხრიდან საგნობრივი აუცილებელია რა, იმიტომ რომ ჩვენ ხო კაი წეგან რას ვამბობდით, რომ ამას უყურებთ ამდენი ხნის განმავლობაში და ეს აზიანებს ჩვენ დარგს რა. ანუ მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ენერგეტიკა და ეს პოლიტიკური რაღაცა პაიქრობის ინსტრუმენტად არის გამოყენებული. საქართველოს დაიბადა ხუდონი გავაჩეროთ ხო და მე ხო ხდებით ეს პოლიტიკურ დისკუსიაში გადადის, აი აბსოლუტური აცდენა ხდება. ის პროცესიც იმიტომ დაზიანდა ნამახვანის და კიდე სხვა პროცესები, რომ ანუ პოლიტიკურში გადადის უკვე პოლიტიკურში და მე იქ უკვე ერთი პოლიტიკოსი ერთი ძახის მეორეს და საგნობრივი აცდენა ხდება. ამიტომ თუ პოპულარული თემა გახდა მედიის მხრიდან, მაშინ ყველა დამახინჯება ამ პროცესის რა და აი ეს არის რაზეც ალბათ ყველანი უნდა ჩამოყალიბდეთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი შევწყვიტოთ რა და გადავიტანოთ ეს საგნობრივი დისკუსია კომიტეტში, პარლამენტში, სამინისტროში, ის ხალხი ბევრჯერ იყვნენ მიწვეული მათ შორის სხვადასხვა ის ადგილობრივი თემებიც, რომ მოდით ვილაპარაკოთ რა ზიანი მოაქვს, რა სარგებელი მოაქვს ხო ამ ყველაფერს. ისმენენ კი სახელმწიფო სტრუქტურებში ამ შემთხვევაში რადგან ახსენეთ შესაბამის სტრუქტურები და დასკვნით ნაწილზე რო გადავიდეთ ჩვენი საუბრის თვითონ ზოგადად ენერგოსექტორში რა მდგომარეობა გვაქვს. რეალურად სახელმწიფო მიიღო საკმაოდ არც თუ მარტივი გადაწყვეტილება გააუქმა უკვე გაფორმებული შეთანხმებები, თქვით რომ მათ შორის ენერგოსექტორის პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელმა რომ დიახ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს გაჯასახდა ამით ენერგოსისტემა, ანუ უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ბატონ თორნიკე, ისევ თქვენით მინდა დავიწყოთ რა მთავარი იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი არის ამ კუთხით სერიოზული გამოწვევები, რა პრობლემები გვაქვს და რაზეა ახლა სამუშაო? თული საკითხია, მაგრამ ამასაც შევეცდები რომ შევხრებზე გადავიტანო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გვაქვს გამოწვევა ინვესტორებს და ანუ იმ ინვესტორებს, რომლებიც არა მარტო ხა მე მზის ენერგეტიკას არ ვეხები ამ კონკრეტულ იმაში ყველას მიმართულებით, ანუ აბსოლუტურად აცდენა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რაც პირობითად თქვა რამდენიმე წლის წინ, თუნდაც ამ CFD აუქციონის პირდაპირ ხელშეკრულებების მხარდაჭერის მექანიზმების დროს გამოცხადა. ანუ ეხა ფაქტიურად აი ჩვენ ვხედავთ, მსჯელობთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში გვეუბნებიან პირდაპირ, რომ პირველ რიგში თუ სიჭარბე წარმოიშვა ქვეყანაში და ამაზეც ვიმსჯელოთ, თუ დრო გვაქვს, რატო უნდა წარმოიშვას ეს სიჭარბე და ვისი პრობლემა, ანუ ბიზნესის თუ სახელმწიფოსი თუ ელექტროსისტემის, ანუ ამ სიჭარბის პერიოდში, ანუ პირველ რიგში უნდა მზის ელექტროსადგურებმა შეაჩერონ მუშაობა, შემდგომ ქარმა უნდა შეაჩეროს, მერე ჰესმა და სიჭარბე როდის გვაქვს ზაფხულის პერიოდში ხო? არა, აქ საუბარია მაისი-ივნისის პერიოდზე და ამასაც საკუთარი თავისი მიზეზები აქვს რატოა და ვფიქრობ, რომ ხელოვნურად გამოწვეული და რეგულირებადი არის, სადაც რა თქმა უნდა პირველ რიგში სახელმწიფოს მოეთხოვება. როგორც სხვა ქვეყნებში, არაფერი აქ ახალს არ ვიგონებთ ჩვენ. სისტემა, ელექტროსისტემა და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ მოდი ესე ვთქვა დააბინაოს ეს სიჭარბე. ყველა ქვეყანაში ეს ხდება. ინვესტორი ყველა ქვეყანაში არის მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ახლა აი რაღაც აბსურდზე გვიწევს საუბარი, რომ რაღაცა ვეჯიბრებით ერთმანეთს ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომელიმე და დაიჩაგრება. ანუ ხო ხდებით ეს აი წარმოუდგენელია რომ ამაზე გვიწევს და თან ყველაზე მთავარი ის არის რომ ამ ინვესტორებმა CFD აუქციონში რომ მონაწილეობა მიიღეს, შემდგომ რო წარადგინეს წინადადებები, გაწიეს ხარჯი, პროექტები ზოგმა მიწაიყი და ზოგმა პროექტირებაში თანხა გადაიხადა და ზოგმა ქსელში მიერთებაში გადაიხადა მილიონი ხარჯი აქვს ამ ინვესტორებს გაწეული. დღეს ვეუბნებით, იცი რა
უბრალოდ ესე გვინდა და პირობებს გიცვლით. არა, გვინდა ბატონ გიორგი, იგივე მცირე და საშუალო ესების შემთხვევაში იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც ბატონ თორნიკე საუბრობს ახლა? ნუ ეხლა ჩვენ თორნიკესთან რა თქმა უნდა ეხლა მე კამაც არ დავიწყებ ზოგადად ეს საკითხი ვინ როგორ უნდა დაღვაროს არის დისპეჩერის გადასაწყვეტი, დისპეჩერი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არის. ნუ ეხლა 2-2-4 არის რომ გრადობის თვალსაზრისით ჰიდრო უფრო ასე ვთქვათ პროგნოზირებადი არის ვიდრე არის მზე და ქარი. შესაბამისად, ხო, ნუ ეს საკითხი ძალიან კომპლექსურია. მაყურებლის გასაგები რომ იყოს ჭარბი წარმოება როცა გვაქვს ელექტროენერგიის ასეთ შემთხვევაში გვიწევს დაუშვათ გადაწყვეტილების მიღება რა გავთიშოთ. იმისთვის რომ სისტემამ ასევე გამართულად ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დისპეჩერმა, დისპეჩერისთვის რომელი ენერგიის წყაროც არის უფრო ასე ვთქვათ პროგნოზირებადი, რა თქმა უნდა იმაზე აკეთებს ასე ვთქვათ გათვლას, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მზეს შეიძლება ღრუბელი გადაეფაროს და მომენტში გქონდეს ძალიან დიდი სიმძლავრიდან დაბალ სიმძლავრეზე ჩამოსვლა, ხო? იგივე ვიცით ქარზე რომ შეიძლება ქარმე დღეს უბერავდეს და პირობითად 100 მეგავატს მუშაობდე, მაგრამ ხვალ არ დაუბეროს და ჩამოვიდეს, ასე ვთქვათ, ვარნა გქონდეს ძალიან მაღალი სხვაობა და ჩამოვიდეს 5 მეგავატზე პირობითად და აქ დისპეჩერმა უნდა ივაშკაცოს და უნდა მოასწროს, ასე ვთქვათ, დაბალანსება ამისი. თბოსადგური შენ რო გააქვს, ხო, ამ თბოსადგურს დაქოქვა უნდა და ჭირდება 12 საათი, 13 საათი, ხო და შენ წინასწარ არიცი, ასე ვთქვათ, ეს ღრუბელი როდის გადაეფარება, ქარი როდის შედგება და ჰიდროზე მეტნაკლებად შენ წყალი იცი რომ ზამთარში პირობითად წყალი გივარდება, გაზაფხულზე მაღლა ადის, მაგრამ გააქვს ეს გაანგარიშება გაკეთებული და დღეს თუ გააქვს პირობითად 3 მეგავატს უმუშავებ, ხვალ 3 მეგავატს იმუშავებ. ჩემი ეს ეხა არ ვიცი, ეს უნდა გადაწყვიტოს დისპეჩერმა, არის რაღაცა საკითხები, რაც არის 2-2-4, ეხა მესმის რომ არის ეს პრობლემა რომ მზეს როცა ეუნები გაფორმებულ მემორანდუმს, რომელსაც 6-7 თვის წინ გაუფორმეს მემორანდუმი და ამ კომპანიამ ჩადო თანხები და დღეს ახალი ხელმძღვანელობაა მოსული და სხვანაირი, ასე ვთქვათ, ხედვა აქვს, მესმის რომ ეს მტკივნეულია და არასწორიც არის, ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები თორნიკეს, თუმცა ის რომ დაიგეგმოს გზელვადიანად, დაიგეგმოს პრიორიტეტი რა არის ქვეყნისთვის. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ პრიორიტეტი ყოველთვის არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ჰიდროთი დაიწყო, შემდეგ გადავიდნენ მზეზე, შემდეგ გადავიდნენ ქარზე, შემდეგ დააყენეს ჟოლობებზე ტურბინები და ასე შემდეგ. ეს 2-2-4 არის. მე ერთი რაღაცა მინდა დავამატო და თქვენთან აუცილებლად უნდა გამოვიყენო თქვენი ეთერი, თქვენი დრო და უნდა ერთი რაღაც აღვნიშნო, ჩვენ ტარიფებზე დავიწყეთ საუბარი და მინდა მოსახლეობას კარგად ესმოდეს ერთი საკითხი, რაც აუცილებლად უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენ ყველანი. რაც არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და გავიაზროთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც. ენგურ ჰესი, ხო, რომელიც ასე ვთქვათ, ლოკომოტივი არის ჩვენი ენერგეტიკის, ხო? და არის ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი სადგური, სხვათა შორის ის ტარიფი, დღესაც გაზრდილი ტარიფი, რაც გაგვეზარდა მთელს ევროპაში და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, ყველაზე დაბალი არის და რატომ? იმიტომ რომ გვაქვს ენგურის იაფიანი დენი. ჩვენი ენგურის წილი მაგალითად 2025-ში, ესე იგი 4 მილიარდი კილოვატ-საათი იყო გამომუშავება, 2 რჩება აფხაზეთის ჩვენს არაკონტროლირებად მხარეს და 2 მილიარდი კილოვატ-საათი საქართველოს, ესე იგი ჩვენ მხარეს, რომელიც ნაწილდება თელაში და ენერგოპროში, რომ ეს ტარიფი დაბალი იყოს და ვიცით რომ სამართავი პულტი არის ჩვენს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვიცი, ხვალ, ზეგ, მაზეგ, იმიტომ რომ ხედავთ სამყაროში რა ხდება, ხედავთ რომ ენერგეტიკული როგორი, ასე ვთქვათ, манипуляციები მიდის, ხო? ხვალ, ზეგ, მაზეგ 1 წელიწადში, 2 წელიწადში, 3 წელიწადში ვიღაცამ რო ღილაკს ხელი დააჭიროს და ენგურჰესი რო გაითიშოს 2 მილიარდი კილოვატ-საათი გაქვს თქვენ საიდანღაც მოსატანი. ჯერ საიდან უნდა მოვიტანოთ, არ ვიცი, ან რაქსელი გაუძლებს რომ ეს მოვიტანოთ. რომც დაუშვა და საიდანღაც მოვიტანოთ, უნდა მოვიტანოთ 6 ცენტიანი იმპორტული დენი, ხო? რომელიც 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო მეტი არის, ვიდრე ის ტარიფი, რაც ენგურს აქვს დღეს. და გინდა გითხრათ რა მოხდება ქვეყანაში? 5 თეთრით კი არ გაიზრდება. 20 თეთრით გაიზრდება ელექტროენერგიის ღირებულება და თქვენ ეთერში შეიძლება ვეღარ გამოხვიდეთ, იმიტომ რომ თანხები არ გქონდეთ. აპოკალიფსური სიტუაცია. არა, აპოკალიფსური არის, ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი, ყველა დამეთანხმება, ეს არის ფაქტი. რომ შეიძლება ესეთი რაღაცა მოხდეს ერთი ღილაკზე. აქამდე არასდროს მსგავსი პრობლემა მიუხედავად რადგან არ მოხდა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ მოხდება. საკმაოდ რთული ეტაპებისა არასდროს აქამდე. არა, მე რისი თქმა მინდა, არ მომხდარა, შეიძლება არ მოხდეს 2 წელი, მაგრამ მე ჩემმა შვილებმა მინდა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც ესეთი საფრთხეებისგან ვიქნებით დაცულები და ხუდონ ჰესი, ნამახვან ჰესი, ნესკრა ჰესი, ზე ქარები და ასე შემდეგ. აი ამ პრევენციის, ამ პრობლემის პრევენცია არის და ამ პრობლემის პრევენცია ნიშნავს უსაფრთხოებას
და ნიშნავს დამოუკიდებლობას, ხო? დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ფასი თქვენს, მეც და ყველამ უნდა გადავიხადოთ. ერთი აუცილებლად უნდა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, ესეც სათქმელი არის ზუსტად იმ სიჭარბეზე, როდესაც საუბრობთ, რომელიც მაის-ივნისში წარმოიშვება. ეს არის ნაწილობრივ იმითი გამოწვეული, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ენგურჰესი ვამუშაობთ ამ პერიოდში. ანუ ჩვენ ღვრით წყალს, იმიტომ რომ ის ჩვენი 60%-იანი კვოტა, რაც აგვაქვს, ასე თქვა, პირობითად შეთანხმებული აფხაზებთან, ავითვისოთ და თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვერ ვითვისებთ. აქედან გამომდინარე, გვიწევს ამ წყლის ასე ვთქვათ, გამოყენება, დაღვრა და სხვა ასე ვთქვათ, სიჭარბის წარმოშობა, მოდი ესე ვთქვათ. და ეს ყველაფერი ზუსტად მოქმედებს იმაზე, რომ შემდგომ მომდევნო თვეებში ჩვენ აღარ გვჩება გამოსაყენებელი წყალი და ეს ყველაფერი მთლიანი გენერაცია ხა წევან საუბრობდა გიორგი იმაზე, ხა მოდინებაზე, ესებზე თუ ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი ბუნებრივია, ესეა რომ მაის-ივნისში გვაქვს, ოდესაც თოვლი დნება, სიჭარბე, მზეც აქტიურია, ქარიც აქტიურია და აი აქ ჭირდება მარეგულირებელი და დამაგროვებელი ჰესები. იმიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გუდონ-ჰესი და სხვადასხვა ასე თქვათ პროექტები. გამოსავალი არის ასეთი ჰესების მარეგულირებელი აუცილებლად. ან ჩვენ მოგვიწევს ხა მე პირდაპირ მოსახლეობასაც მინდა უთხრა ბევრი ამბობს რომ დააყენეთ შემნახველები, აკუმულატორები, აგე მსოფლიო ვითარდება და შემდეგ ის შეიძლება იქნეს გამოყენებული საათობრივი და მაქსიმუმ გეუბნები დღეღამის ჭრილში რეგულირებაში. ეს ვერ იქნება სეზონური მარეგულირებელი და თვიდან თვეზე მარეგულირებელი. ჩვენ გვჭირდება მარეგულირებლები ჩვენ სისტემაში. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ, აი გიორგი მასეც თქვა წეღან საფრთხეებზე, აი ამ საფრთხეებიდან რომ ჩვენი ასე ვთქვათ თლიანი შევამციროთ ისე რომ აი მართლაც ეს აპოკალიფსური ასეთი სიმძაფრით არის დღეს ახლა რეალურად ჩვენს წინაშე. ქალბატონო მაია, მე ახლა საჯის როლს ავიღებ ჩემ თავზე, იმიტომ რომ ჰიდრომზე და ქარი ვერ შეთანხმდებიან. შესაბამისად მე როგორც გრედა ამ პლატფორმას გამოვიყენებ. რეალურად მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება თვით დისპეჩირება და ამ შემთხვევაში უკვე ბირჟის გახსნა. 2027 წლის 1 ივლისი მრავალი წლის განმავლობაში გადავადების რეჟიმში. ხო, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, როგორც ამ კანონ პროექტისთვის ვიბრძოლეთ გრედამ. 2027 წლის 1 ივლისი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული განკარგულებაში ხაზგასმული, რომ უნდა გაიხსნას ბირჟა. იქ არის ჩამოწერილი გარკვეული საკითხები, რომელიც მაგ დროისთვის უნდა იყოს ბუნებრივი ამოგვარებული. მე ქალბატონ მარიამთან მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი და ჩვენი შემდეგი შეხვედრა სექტორთან იქნება სწორედაც ბირჟის თემაზე. კერძო სექტორი ნამდვილად უნდა ვთქვა, 2023 წელს ნამდვილად იყო მზად იმისათვის, რომ ბირჟა გახსნილიყო, მაგრამ სულ რაღაც 2-3 დღით ადრე შეიტყო სექტორმა და არა მარტო სექტორმა, რომ ბირჟა არ გაიხსნებოდა. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა. ხო, თუმცა ამას გარკვეული წინაპირობები უძღოდა წინ და ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო კოვიდის საკითხი, რომელმაც გარკვეულწილად ყოველთვის მთავრობის არგუმენტი ასეთი იყო. ხო, მთავრობის არგუმენტი ნამდვილად ასე იყო, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი ღარიბაშვილი და შესაბამისად მსხვილი მომხმარებლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. თუმცა ამისი მართვა ნამდვილად შესაძლებელი იყო და ჩვენ აქამდე უნდა მივიდეთ. იმისათვის, რომ აი ეს დაღვრა, აი ეს არავინ არ დაიჩაგროს. მოკლედ სიმართლე და პირდაპირ რომ მაშინ არასწორი გადაწყვეტილება იყო და მიღებული თქვენი გადმოსახედი. ცალსახად. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება 2023 წლის 1 ივლისი იყო ზუსტად სწორი თარიღი. პროფესიონალიზმით განპირობებული თუ სხვა ფაქტორების არა მარტო, არა პროფესიონალიზმი და არა მარტო, აღარ წავალ დეტალებში. მაგრამ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება, ამას ცალსახად ვამბობ, ეს ერთი. რაც შეეხება ახლა ენგურჰესთან დაკავშირებით, დღევანდელ დღეს აფხაზეთი გათიშული ყავს რუსეთს. ოკუპირებული აფხაზეთი. კი, ნამდვილად არ აწუდის ელექტროენერგიას და ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ენგურჰესი არის ის დამხმარე ძალა, რომელიც აწუდის ელექტროენერგიას დღევანდელ მოცემულობაში აფხაზეთს. მე ნამდვილად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ენერგეტიკის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ისეთი ძალიან კარგი ურთიერთობა აფხაზებთან, რომ აი ეს მდგომარეობა, რაც გიორგიმ თქვა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, ნამდვილად დიდი მეტი მაკროპრაქტიკაში არ მოხდება, მაგრამ დღეს საქართველოს დანარჩენი ტერიტორია და ენგურჰესი არის ძალიან დიდი დამხმარე ძალა იმისათვის, რომ აფხაზეთი არ არის ელექტროენერგიისგან გათიშული, რომ რუსეთმა ის გათიშა. კი ბატონო. და ბატონ გიორგი, რეალურად აი ამ ჩვენი საუბრის ერთგვარი შეჯამება მინდა რომ გთხოვოთ. გამოსავალი არსებულ სიტუაციაში იმისთვის, რომ მოხდეს მეტნაკლებად საზოგადოებისთვისაც არა მხოლოდ ახსნა, რატომ მივიღეთ აი ხარ ასეც ვშელობთ. ალბათ არ იქნებოდა ცუდი და ურიგო ამ ტიპის საუბრები, მანამდეც განმართული იყო, რომ რეალურად ადამიანებს ქონოდათ მეტნაკლები წარმოდგენა და ფაქტის წინაშე არ დამდგარიყვნენ, იმიტომ რომ ფაქტის წინაშე როდესაც გები და არ გაქვს სათანადო კომუნიკაცია, ეს არანაკლებ მტკივნეულია ყოველ შემდგარ მოსახედიდან. აი ამ სიტუაციაში
რეალურად დღეს რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ, იმისთვის რომ სისტემა მიმუშაოს გამართულად, იმისთვის რომ მოსახლეობას პარალელურად მიეწოდებოდეს ხარისხიანი ელექტროენერგია, მაგრამ ვართ გაზრდილი ტარიფის პირობებში. გამოსავალი საზოგადოებისთვის რა შეიძლება იყოს? ან ერთი სიმართლის თქვა, მაგრამ იმის იქით რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფო ამ გადმოსახედიდან? ძალიან ძნელია მაგ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ კიდე ერთხელ თავიდანვე რო თქვა, ვზივათ აქ ადამიანები, ვინც ვამბობთ, რომ ეს აუცილებელია და შეიძლება მაყურებელმა აღიქვას, რომ ჩვენ გვიხარია, რომ ტარიფი იზრდება, ხო? ხა ამათ არ ადარდებთ, ჩვენ გვესდება გადასახადი და ამიჯერეთ აბსოლუტურად ყველა გვგრძნობთ ამ პრობლემას, ყველას გვაწუხებს. რა შეიძლება და ის სწორი აღნიშნეთ. ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი შემზადება, უფრო მეტი დაგეგმა. აქ იყო ლაპარაკი სემეკის მიერ ინვესტიციების გაკონტროლება, რასაც ეს კომპანიები გააკეთებენ. და ის მოგების მარჟაც, რომელზეც სხვადასხვა მიმართულებით არის საუბარი, ალბათ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ ნაწილშიც დაუშვათ უფრო მეტი ციცხადი და გამჭვირვალობა იყოს შეტანილი. კი ბატონო, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ნებისმიერ ამ კომპანიას აქვს ვალდებულება და ესეც არის, მათ უნდა წარადგინონ თავიანთი გეგმა, ამ გეგმის განხილვა ხდება და ეს ან აკორექტირებს მათ ტარიფს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის ღია, ეს არ არის ჩაკეტილი, რომ მარტო სემექს აქვს ნებისმიერ ადამიანს, ვინც გათვითცნობიერებულია, რა თქმა უნდა, შეუძლია მოითხოვოს, შეუძლია სემექში მივიდეს, კითხვა დასვას, ამ პასუხს მიიღებს, მიწეროს და ასე შემდეგ. ამიტომ ღიაობა ამ ინფორმაციის, მაგრამ თავარი კიდე რა არის? თავარი არ არის ეს ციფრი 200 მილიონის ამასე. თავარი არის ეს 200 მილიონი სწორედ დაიხარჯოს. ეს 200 მილიონი დაიხარჯოს იმ წლის აი წლევანდელი აი ტარიფი და როგორც კი გაიზარდა და თანხები იქნება გამოყოფილი სწორი მიმართულებით. რომ არ მოხდეს გადავადება ერთია და არასწორი, ასე ვთქვათ, საშველი ბევრი მიმართულებაა, მაგრამ იქაც უნდა მოხდეს სწორი პრიორიტიზება. აი გიორგი მახსენა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სასწრაფოდ ასევე დაიწყოს რამენაირად ფინანსების გამოძებნა სახელმწიფოს მხრიდან, ეს იქნება პირდაპირ ინვესტიციები, თუ ეს იქნება არ ვიცი ისევ ტარიფის კორექციიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შეძლოს აი ამ ქართული ენერგეტიკის ხერხებალმა იმ სამუშაოების ჩატარება, რომ თავი და თავი ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, რომ დამატებითი ენერგო სიმძლავრეები შევიდეს ქვეყანაში. ამის გასაღები ჩვენ რო უკეთ ვიცხოვროთ და წლების შემდეგ მოხდეს ტარიფის, ასე ვთქვათ, კორექცია და ისევ დავჩეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი ტარიფი გვექნება რეგიონშიც და ასე ვთქვათ, საკმაოდ უფრო შორსად შეგვიძლია გავიდეთ, არის დამატებითი სიმძლავრეების შემოყვანა. ამიტომ უნდა ავაშენოთ მეტი ჰიდრო, მეტი მზე, მეტი ქარი და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ინტეგრაცია. აი თქვენ რო თქვით, რომ გაუქმდა ბევრი, ასე ვთქვათ, დოკუმენტები, ასე ნებართვები, მე მეცად გადო უფრო მეტია გასაუქმებელი, იმიტომ რომ ქაღალდის გენერელები არიან ძალიან ბევრი იქ, რომელსაც კი ახსენეთ ატონ თორნიკე თქვენ რომ მილიონები აქვს დახარჯული, ზოგ თეთრის არა აქვს, ერთი 10 წელია დახარჯული და უჭირავს სიმძრავე. ამიტომ ეს უნდა გამოართვან ამ ადამიანს და უნდა მოხდეს განსხვავება და უნდა დარჩეს ის ხალხი, ვინც ფულს ჩადებს და მანდაც მე შეიძლება კიდე ცოტა სხვა იმითი, მანდაც პრიორიტეტი ქართველ ინვესტორებს უნდა მივანიჭოთ, იმიტომ რომ ქართველ ინვესტორები ბევრნი არიან დღეს ბაზარზე, სხვა სექტორებიდან მოტანილი თანხებით მზად არიან ინვესტიციას და მწვანე შუქი სწორედ მათ უნდა აუნთოთ, მაგრამ ის რომ 15000 მეგავატი და 17000 მეგავატზე გაცემულია ლიცენზიები, მე რატომღაც გონია რომ ნახევარზე მეტი 5 ლარის ჩამდები არ არის, არათუ 100 მილიონი დოლარის და წლებით უკავიათ ეს და რეალური ინვესტორები კიდე ვინც დახარჯეს, მათ გამო ზარალდებიან, იმიტომ იქ დაკავებულია აი ისედაც მოძველებულ ხაზზე, ასე ვთქვათ, გატარების შესაძლებლობა, ქვესადგურშიც სისტემას აღარ აქვს ადგილი, იმიტომ რომ ვიღაცას დაკავებული აქვს უჯრედი, ამიტომ ეს არის კომპლექსური სამუშაო. მეტი მუშაობა, მეტი ინფორმაციის მიწოდება, დღესვე უნდა დავიწყოთ მოსახლეობასთან აი იმ დიდი პროექტების გარშემო კომუნიკაცია, ორ თვეში კანონი იქნება მიღებული და ეს კანონი უნდა აუხსნათ იმ მოსახლეობას, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ თვით დამოუკიდებელი
ენერგო ქვეყანა და კიდევ ერთხელ ამაზე მე ხშირად ვამბობ, ენერგო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს რომელიღაცა ერთ ქვეყანაზე დამოუკიდებლობას. რუსეთზე არ დამოუკიდებულება არ ნიშნავს დამოუკიდებლობას, თუ ჩვენ კიდე სამ სხვა ქვეყანაზე ვიქნებით დამოუკიდებული. უნდა ვიყო დამოუკიდებელი ყველასგან. შეგვიძლია. პირველ რიგში, როგორ არ შეგვიძლია, ჩვენ შეგვეძლო ეს თავის დროზე ის პროექტები რო განხორციელებულიყო, ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიღებ. ხუდონი რო აშენებული ყოფილიყო, იგივე აფხაზებთან 60-40-ზე იქნებოდა მოლაპარაკება თუ 70-30-ზე, ეს კიდე მეორე საგანი იქნებოდა. მაგრამ მე რას ვამბობ, იცი, უნდა ავაშენოთ უფრო მეტი. უნდა წინ წავიწიოთ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიაროთ. მაგრამ თავარი არის თქვენ რაც ძალიან ბევრჯერ, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად თქვით, სწორი კომუნიკაცია, სწორი ახსნა, იმიტომ რომ ინფორმირებული ადამიანი უფრო ბევრად შენსკენ არის, ვიდრე არაინფორმირებული, რომელსაც ასე ვთქვათ, მოვა ვიღაცა რაღაც სისულელეს ეტყვის და იმის ჯერა, იმიტომ რომ ლამაზი სიტყვებით საქართველოს არ აშენდება. საქართველოს აშენდება შრომით, საქართველოს აშენდება ინვესტიციებით, სწორი ინვესტიციებით და ფულის სწორი ხარჯვით. იმიტომ ხა მილიარდი უაზროთ რო დავხარჯოთ, იგივე მდგომარეობაში ვიქნებით 3 წლის მერე. იმიტომ რომ ენერგეტიკა იმდენად კომპლექსურია, შეიძლება მილიარდი ისე მოაყარო, რომ საერთოდ ეფექტი არ იყოს. აი საერთოდ ეფექტს ვერ, ერთ-ერთი რაღაცა იყო ჭკვიანი მრიცხველების თემა, რომ ჩემთვის გაუგებარი არის. რა დრო ჭკვიანი მრიცხველია, ქვესადგური არა გვაქვს და ის არა გვაქვს, რა ქვია, ხაზი ჩაწყვეტილია და გათიშვებია და ჭკვიან მრიცხველებში 300 მილიონი ლარის ინვესტიციის იდეა დაებადათ და არ ვიცი. შეიძლება მე რაღაცას ვერ ხვდები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ქვესადგურები და ხაზები არის პრიორიტეტი და მოსახლეობასთან ერთად დიდი პროექტების ძალიან მნიშვნელოვანი თემები წამოჭერით და სიამოვნებით გიმასპინძლებთ კიდევ ერთხელ და ბევრჯერაც ამ გადაცემის ფარგლებში ენერგეტიკის სხვა მიმართულებებს ასაუბროთ. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ეს არის თემა ამოუწურავი და ერთ გადაცემაში ვერც რეალურ გამოსავალს შეიძლება ვერ დავანახოთ ადამიანებს, თუმცა ამაზე მუდმივი საუბარი ალბათ მეტნაკლებად მინიმუმ ყველაფერს თავიდანებად მეტნაკლები კომუნიკაციის რესურსს გავაჩენთ იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ სულ მცირე ბიზნეს სექტორი რას ფიქრობს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო ანალიზისთვის, საუბრისთვის. ამ გადაცემას მე ვიცი, რომ ეყოლებიან მოწინააღმდეგეებით, ძალიან ბევრი გამოხმაურება იქნება, იმიტომ რომ განსხვავებული არ იქნება მარტივი. მათ შორის სოციალურ ქსელებში ველოდებით საკმაოდ ისეთ სხვა ტიპის შეფასებებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ თემებზე საუბარი სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება და სიამოვნებით უმასპინძლებთ ყველას, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს საკუთარი მოსაზრება იმისთვის, რომ რეალურად ვიპოვოთ გამოსავალი აი ესეთ რთულ და ქვეყნისთვის ძალიან პრობლემატურ საკითხებზე საუბრისა და მუშაობისას. მადლობა კიდევ ერთხელ, მე დღეს ამით გემშვიდობებით და შევხვდებით უკვე ხვალ დღის ბიზნეს პარტნიორის ეთერში.